მინდია მიდელაშვილი 28 წლის ფოტოგრაფი, რომელსაც რატომღაც არ უყვარს, როდესაც ფოტოხელოვანს ეძახიან. უკვე 11 წელია კამერა უჭირავს ხელში და შეძლებს დაგვარად სხვადასხვა ქვეყნებშიც მოგზაურობს. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ვოიაჟი ტაილანდში ჰქონდა, სადაც ვეფხვების ტაძარში დაახლოებით 2 თვე იცხოვრა. დილით ტრაპეზის დროს მიყვავდა ვეფხვები ტაძარში და ეს წაყვანის პროცესი იყო ისეთი, რომ უნდა ბევრი წესი დაგეცვა ფაქტიურად, არ უნდა გაუსწრო ვეფხვს. როცა მიყვები, უნდა ეხებოდე ფეხით, რომ იგრძნოს, რომ შენ მიყავს და არა იმას მიყავხარ. არ უნდა დაუთმო, ან ძალიან ბევრი ცხოველია თვითონ იქაშლილი ტერიტორიაა, ჯუნგლები. მოწყვეტილი ხარ აბსოლუტურად ყველანაირ ცივილიზაციას, დგას ტაძარი, არის გარშემო ვეფხვების, ასე ვთქვათ, გალიები და ეს ვეფხვები სისტემა ძალიან ხშირ შემთხვევაში არიან გარეთ. ჰქონდა ფოტოების სერია ინდოეთშიც, რომელიც ცნობილია სახელით მინდია ენ ინდია. ამ მოგზაურობებს მინდია დღემდე სიამოვნებით იგონებს. ბევრჯერ იყო ინდოეთში ისეთი ნიუანსები, რომ გახარ, გარშემო არის რაღაც სასწაული, გარემო, სასწაული ფოტოგრაფისტვის ვამბობ და ალბათ ყველა ტურისტისთვის იქნებოდა. არ იცი საიდან დაიწყო გადაღება. ეს არის ფოტოგრაფისტის ნირვანა, ყველაზე მაგარი ადგილი, იმიტომ რომ ეს არის შენი შინაგანი საკვები, სულიერი საკვები, როდესაც ხარ ესეთ ადგილზე ჩავარდნილი და მაქსიმალურად აკეთებ შენი რესურსის რეალიზაციას. მინდიას ბოლო პროექტი განსაკუთრებულია. მზით ნაბეჭდი, ასე ეწოდება ფოტოების ბეჭდვის ალტერნატიულ მეთოდს, რომელიც საკმაოდ ძველია. ჩაბნელებული ოთახი და წითელი შუქი აქ საჭირო აღარ არის. არსებობს ძალიან ბევრი ალტერნატიული მეთოდი, მაგრამ ეს მეთოდი არის განსაკუთრებული იმით, რომ შეგიძლია ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარო, გააკეთო ისეთი ნიუანსები ჩაატარო, რომ ფაქტიურად სულ სხვა ფოტო მიიღო ყოველივე დაბეჭდვაზე. ანუ ერთი და იგივეს ვერ გაიმეორებ, იმიტომ რომ ფოტოს უნდა მიუსადაგო ლაქები. მიუსადაგო რაღაცა გარკვეულად გრაფიკული შტრიხები, რომელიც იმას ხდის ინდივიდუალურს რაღაცა უნიკალურს. ანუ ის არ შეიძლება რომ მეორედ გამეორდეს. ეს არის მზით ბეჭდვისთვის საჭირო ორი მთავარი კომპონენტი, ქიმიური ნაერთები, რომლებიც პროპორციულად უნდა შეჯერდეს ერთმანეთში. შემდეგ მიღებული მასა ქაღალდზე ფუნჯით გადააქვს. სითხე უნდა გაშრეს. მთავარია მზის შუქი არ მოხდეს. ამას რამდენიმე წუთი სჭირდება. ძველი ფაქტორის სეპიას მისაღებად ფოტოს ჩადება შავ ჩაისში შეიძლება. ხარისხი აი ასეთი გამოდის. ეს ნახეთ ჩაიში როგორი გამოვიდა, პოსტა ამაზეც იმას აქნა. ეს სეპია გადავიდა. რაკნა იცი აქ რაღაცა აიჭრა თვითონ ჩაი რა და რომ ჩავდე ისინი ეს დაედო ეს ლაქი. ქიმიკატის გაშრობის შემდეგ ირჩევა შესაბამისი ზომის ნეგატივი, რომელსაც ქაღალდზე დებს და ორ შუშას შორის აქცევს. დანარჩენ საქმეს უკვე მზე აკეთებს. რაც უფრო ცხელა, მით უფრო მალე იბეჭდება ფოტო. მეცნიერებას მაინც ვერ გაუძელი და მეორე ფოტოს დაბეჭდვა თვითონ გადავწყვიტე. ჯერ ვიღებ ამას, მაგრამ. კი. ეს უნდა ქვემოთ. ეხლა ზუსტად დაადე ნეგატივი. გუსტიავით, ჰა? აი, არა აუცილებელი ერთ-ერთი იყოს. ეხლა შენ წაუჭირო, ხო? კი, რომ ზუსტად კონტაქტი ქონდეს და გამოვიდეს. კავშირი. დაგეთ. ფოტოს მზით ბეჭდას სულ რაღაც 3-4 წუთი დასჭირდა. ეგრევე დავდო, ხო პირდა? კი. ეხლა ჯერ ნახევარზე ჩავდებ, რომ ზუსტად ნახოთ განსხვავება. რა უცებ იქნება. ამოვიღო უკვე. აი ფერებში ახლა სხვაობა. აუ რა მაგრად გამოვიდა ქვედანაცი. აი სოლიდი. ახლა ზევით პეროთ პრობაცია ქვევით დაჭდა ფერი უკვე. მოდი გავუშვათ მთლიანად რა. აუზიდან ამოღების შემდეგ ფოტო გასაშრობად იყიდება, რასაც ასევე სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.